მოგესალმებით, ვაგრძელებთ ამოცანების გარჩევას ხვაბერიძის გეომეტრიის სახელმძღვანელოდან მესამე თავიდან. რამდენიმე კატეგორიის ამოცანა გავარჩიოთ. 3-1. რას ეხება ახლა ჩვენი ამოცანა? პირველი. შეიძლება თუ არა რომ სამკუთხედის გვერდების სიგრძეები იყოს. ნუ ახლა ნაღლისური ამოცანა სამკუთხედის უტოლობაზეა. მოდი ჯერ ერთად გავხსენოთ ჩვენ რაში მდგომარეობს სამკუთხედის უტოლობა. მისი პირველი ფორმულირება ასეთია, ასე ვთქვათ, პირველადი ფორმულირება, რომ სამკუთხედის შეკრა შეგვიძლია ჩვენ მხოლოდ ისეთი სამი გვერდით, ყოველი ორის ჯამი მეტი რომ იყოს მესამეზე. ანუ a + b მეტი უნდა იყოს c-ზე, b + c მეტი უნდა იყოს a-ზე და a + c მეტი უნდა იყოს b-ზე. როდესაც ჩვენ ზუსტად ვიცით ამ გვერდების რიცხვები, ანუ შესაბამისი ზომები, ანუ პირობითად თქვათ, კითხვას გვისალმენ, შეიძლება თუ არა სამკუთხედის შეკვრა 4, 8 და თქვათ 11 ზომის მონაკვეთებისგან, ხო? ანუ იგულისხმება, რომ ამ მონაკვეთების ბოლოები უნდა ედრებოდეს ერთმანეთს და არა თქვათ ასე უნდა იყოს გადადებული. არამედ ბოლოს უნდა ედებოდეს. ასე რომ წარმოვიდგინოთ, ასე უნდა ედებოდეს. მაშინ არ დაგჭირდებათ სამივე ამოტოლობის გამოყენება, მარტივი დასანახია, თუ თქვენ ადგებით და მხოლოდ პატარა გვერდებს შეადარებთ დიდს და აღმოჩნდება, რომ პატარა გვერდების ჯამი მეტია დიდ გვერდზე, მაშინ კი ბატონო საკუთხედი შეიკრება ამ სამი გვერდისგან. მაგრამ მთელ რიგ სიტუაციებში უმჯობესია ჩვენ თუ საკუთხედის უტოლობის ერთგვარ ინტერპრეტაციას გამოვიყენებთ და დავიყვანთ ერთ უტოლობამდე, ორმაგ უტოლობამდე. საკუთხედის უტოლობა შეგვიძლია დავიყვანოთ შემდეგ უტოლობამდე ნებისმიერი გვერდი, აი რომელიც გაგეხარდებათ, რომ აიღოთ საკუთხედისა, მეტი იქნება დანარჩენი ორის სხვაობაზე და ნაკლები იქნება ამ ორის ჯამზე. რა თქმა უნდა, ისეთ გვერდს გამოვაკლებთ მეორეს, შეგიძლიათ მოდულიც განიხილოთ აი აქ. ნაკლები იქნება ნებისმიერი ორი გვერდის, დანარჩენი ორი გვერდის სხვაობის მოდულზე და მეტი იქნება უბრალოდ და ნაკლები იქნება ამ ორი გვერდის ჯამზე. ძალიან მოსახერხებელია ასე გამოყენება ამისა, უბრალოდ მოდულს არ ვწერთ და ისეთ ორ გვერდს გამოვაკლებთ თქვენიც რომ დადებითი რიცხვი იყოს, ისე გამოვაკლებთ ამას. ძალიან მკაფიო, კარგი დამხმარე საშუალებაა საკუთხედის თვისებების კვლევისას. ანუ რა შემდგომარეობს კიდევ ერთხელ გავიმეორდეთ საკუთხედის უტოლობა, მისი ინტერპრეტირებული ვარიანტი, რომ რომელი გვერდიც არ უნდა იყოს, ის მეტია დანარჩენი გვერდების სხვაობაზე და ნაკლებია მათ ჯამზე. მოდი ახლა ნახოთ, აი ამ შემთხვევაში რა გამოვიდოდა 8, 7, ახლა აქ გვერდები ვიცით ჩვენ და უმჯობესი იქნება თუ უბრალოდ საკუთხედის უტოლობის გამოყენებას დავყავთ შემდეგ წესზე. პატარა გვერდების ჯამი მეტი უნდა იყოს დიდ გვერდზე. დიახ, მაშინ საკუთხედი შეიკრება მოცემული გვერდები და 7 და 6 პატარებია, მათი ჯამი 8-ზე მეტია კი. ანუ პირველი ვთქვათ, რომ კი იქნებოდა, ხო? პატარა გვერდებია 4 და 5. მათი ჯამი მეტია 10-ზე? არა. ახლა აქ ორი გვერდი ერთნაირია და არ დავიბდეთ ახლა დიდი გვერდები ტოფერ და საკუთხედია, დიდი გვერდებია ფერდები და ერთ-ერთი შეგიძლიათ შეთვალოთ დიდ გვერდად და ცხადია ის ნაკლებია მეორე წყიანის და ერთის ჯამზე და შესაბამისად აქაც პასუხი იქნებოდა E. მესამე-მეოთხე შემთხვევაში აქ უბრალოდ ერთი და იგივე სიგრძის ერთეულებში უნდა წარმოადგინოთ გვერდები, პირველი 2 დეციმეტრშია და აქაც დეციმეტრში წარმოადგენთ აი ასე.
4.4 და პატარების ჯამი 4.2-ს დამატებული 4.4 არ არის მეტი 8.6 ხო ტოლია, ამიტომ აქ პასუხი იქნებოდა არა. ანუ შესაბამისად კი არა იქნებოდა პასუხი. ანალოგიურად გავაკეთებდით 3-ის 2-საც, აგეთ სამკუთხედის სუტოლობაზე აგებული სიტუაცია, უბრალოდ აქ გვერდების პროპორციებია წარმოდგენილი და შემოიტანით პროპორციულობის კოეფიციენტს და ვთქვათ პირველ ამოცანაში იქნებოდა გვერდები 2x, 3x, 4x და პატარების აქაც შეგიძლიათ მხოლოდ პატარები შეადაროთ დიც და მათი ჯამი თუ აღემატება და დიახ 2x + 3x აღემატება დიდი გვერდს 4x საკუთხედი შეიკრებოდა. შესაბამისად მეორეში არ შეიკრებოდა, იმიტომ 1-1-3 x და 3x არ არის მეტი, ხო? არ არის მეტი დიდ გვერდზე. არა იქნებოდა არ შეიკრება საკუთხედი, მესამედან შეიკრება საკუთხედი, მეოთხედან საკუთხედი არ შეიკრება. მაგაც მარტივი დასადგენია და აღარ შევხვდეთ ლավ სიტუაციას. მოდი პირდაპირ 3-ზე დავფიქრდეთ, რას გთხოვს რაზე გავამახვილოთ ყურადღება. საკუთხედის ორი გვერდის სიგრძე ვიცით. რა მნიშვნელობა შეიძლება მიიღოს მესამე გვერდმა? კარგი ბატონო. მოდი ახლა დავფიქრდეთ საფუძვლიანად ამოცანა 3-იანი 4.5. ანუ დავაწეროთ აქ A, B და AC-ა, ხო? AB 3-ია, BC 4.5 და რა მნიშვნელობა შეიძლება მიიღოს AC-მა? აი, აქ ძალიან მოხდება სწორედ ის ინტერპრეტაცია საკუთხედის უტოლობის, რის სიტოლი იქნება კითხვის ნიშანი, უფრო სწორად ის მეტი იქნება დანარჩენი ორი გვერდის სხვაობაზე, ხოლო ნაკლები იქნება იმავე გვერდების ჯამზე. ანუ მერყეობს 1.5-დან 7.5-მდე. ახლა აქ მეტი კონკრეტიკა უნდა დავუკვირდით ხოლმე და ასეთ ამოცანებს უფრო ზუსტად რას გთხოვენ, შეიძლება მთელ მნიშვნელობებს გთხოვენ, შესაძლოა მაქსიმალურ მთელ მნიშვნელობას გთხოვენ, ან მინიმალურ მთელ მნიშვნელობას, ან და ისეთ გვერდს ითხოვენ, რომ ტოლფერდა გამოდიოდეს სამკუთხედიდან, უნდა დააკვირდეთ რა დამატებითი პირობები შეიძლება იყოს კიდევ პირობაში. მოდი წავშალოთ, ხა ეს იყოს უბრალოდ ჩავსკროლოთ, ნახოთ 3-ის 4 რაზე არის. ეს იქნებოდა პასუხი. ABC საკუთხედის AB გვერდის სიგრძე 8 სანტიმეტრია. აი, მოდი დავხაზოთ. საერთოდ მრჩევა იქნება, რაცა უნდა მარტივი იყოს ამოცანა, დახაზეთ. ეს უკეთ წარმოდგენაში ყველა ვარიანტი გეხმარებათ, ხო? AB გვერდის სიგრძე არის 8 და AC და BC არატოლი გვერდების სიგრძეებია AB გვერდის სიგრძისაგან ერთით განსხვავებული. ანუ რა ხდება? ესე იგი 8-ისგან ერთით განსხვავდება BC-ს და AC-ს, ოღონდ არატოლები არიან. ანუ სიტყვაზე ვთქვათ, რისგან ერთით განსხვავებული, ორი ცალი რიცხვი გვაქვს, ხო? ეს არის 6 და 9. მოდი 7 და 9. ანუ ერთ-ერთი უნდა იყოს 7, მეორე 9. ანუ შესაბამისად შესაძლოა პრინციპში აქ ორი შეთქმულა უნდა განვიხილოთ, იმიტომ რომ კონკრეტებული იყო რომელ ორ გვერდზე საუბრობდა. ან BC იქნებოდა 9 და AC იქნებოდა 7. მაგრამ აი იქნებოდა ორი შეთქმულა, როდესაც კითხავდა, აბა იპოვეთ BC-ს და AC-ს მნიშვნელობები, ორი პასუხი უნდა დაგეწერათ. მაგრამ რადგანაც გთხოვს საკუთხედის პერიმეტრისთვის ხო მნიშვნელობა არ აქვს, ახლა 8-ას დაემატება 7 და 9 თუ 9 და 7. ამიტომ უბრალოდ პერიმეტრის პასუხი იქნებოდა 24. კარგი, 3-ის 5. ორი სიგრძის AB და CD მონაკვეთები ოწერტილში გადაიკუთებიან. კარგი ბატონო.
ну გვაქვს რაღაც დემონაკვეთი, გვაქვს რაღაც C დემონაკვეთი, არ დაგვაჩნდეს რომ ისინი ტოლია A, B, C, D, AB4-ის CD-ს. ოцепილში გადაიკვეთებიან, თან ისე რომ AO ტოლია ოდესი, ხო? მოდი გიხოს გასვლა. AO ოდეს ტოლია. კარგი, კითხვა. იპოვეთ B დემონაკვეთი. რა მიპოვოთ? B დემონაკვეთი ავას გვეკითხებიან, თუ AC მონაკვეთი 7-ის ტოლია. ну, რა უნდა დავინახოთ ამ შემთხვევაში, ნელ-ნელა უნდა ვეჩვიოთ, ახლა ჯერჯერობით ეს თვისება არ იქნება ადაპტირებული, მაგრამ ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ, როცა ორი სამკუთხედი მიიღება, რაღაც გვერდი ტოლი აქვს, ან კუთხე, მოდი დავფიქრდეთ, თავადაც ტოლები ხო არ არიან. მერე ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ მსგავსების ძიებას. კიდე უფრო ხშირი იქნება, თავისკენ უფრო ვიქნებით ორიენტირებული, მაგრამ ну, როცა სამკუთხედს რაღაც კომპონენტი ტოლი აქვს, რა თქმა უნდა, ეჭვის დონე ეჭვი უნდა გაჩნდეს უკვე რომ საერთოდ ტოლები ხო არ არიან. მოდი შევამოწმოთ ახლა. რადგანაც თავთლიანად გვერდები ტოლი იყო და თან რაღაც ნაწილი ტოლი აქვს, ცხადია, მეორე ნაწილის დარჩენილი ნაწილის ტოლი არ იქნება? საკმაოდ მარტივი საჩვენებელი ხო? ამიტომ AB გვერდიდან რაც რჩებოდა OB ტოლი იქნებოდა CD გვერდიდან ოდეს მიღბარაც დარჩა, ანუ C2. დააკვირდით რა გამოვიდა ახლა? არ გამოდის რომ მარცხენა სამკუთხედი მარჯვენა სამკუთხედის ტოლია. რის მიხედვით სამკუთხედების ტოლობის პირველი ნიშნით ორი გვერდი ერთხაზიანი, აქაც ორი გვერდი ერთხაზიანი, ორხაზიანი და მათ შორის მდებარე კუთხეები ვერტიკალური კუთხეები. შესაბამისად, მესამე გვერდიც ტოლი იქნებოდა, ხო? ანუ ეს გვერდიც ტოლი იქნებოდა. და ესე 7 იქნება. პასუხი არის 7. აბა 3-6 ვნახოთ. ტოლის სიგრძის AB და CD მონაკვეთები უწერტიში გადაიკვეთებიან ისე, რომ AO ისე შეფარდება OB-ს, როგორც DO OC-ს. კარგი, აქაც მოდი ვნახოთ, დავაკვირდეთ ახლა. ავიღოთ ერთი მონაკვეთი, ავიღოთ მეორე მონაკვეთი. ავაწეროთ შესაბამისად ასოები. AB მონაკვეთი იყო უცრავად აღებული. იყო CD მონაკვეთი და გადაკვეთის წერტილი არისო AO ისე შეფარდება OB-ს, როგორც DO შეფარდება OC-ს. ანუ პროპორციულ ნაწილებად იყოფია, ხო? AO ისე შეფარდება DO-ს, მოდი წლადის სახით ჩავწეროთ. AO და OB უბრალოდ AO OB-ს, როგორც DO OC-ს. ანუ იდეაში ჩვენ შეგვიძლია რაღაც პროპორციულ, ძალიან ზოგადად ამოვხსნათ, ხო? შემოვიღოთ აღნიშვნა. თქვათ ეს შეფარდება გამოვიდა A შეფარდებული B-ს ტოლი. ანუ გამოდის, რომ AO-ც არის A-ცალი ნაწილი და OB-ც არის B-ცალი ნაწილი. და შესაბამისად ნაწილის ზომა იყოს x-ი, ხო? ანუ ერთი ნაწილის ზომა. ესე იგი, დავაწერთ x-ი და OB იქნება bx-ი. მაგრამ ხომ ცხადია, რომ იგივე ტოლობა სწორი იქნება
დ-ს და 20-ის შემთხვევაში, ხო? იმიტომ რომ ნუ წილადია და რაზეც არა გავუმრავლოთ ცხვილი და მნიშვნელი ერთსა და იმავე რიცხვზე თუ გავუმრავლებთ, რა თქმა უნდა, ტოლობა იგივე იქნება იმ შემთხვევაშიც. ესე იგი, წესით D20, მოდი დავაბრუნოთ ეს. D20 იქნებოდა AX-ი და 20-იც იქნებოდა BX-ი. მაგრამ ეხლა აქ ერთ მნიშვნელოვან დეტალს გაგახსენებთ. ეგ ამ შემთხვევაშია სწორი, ზოგადად სწორი კი არ არის. ნახეთ. მოდი ცოტა სხვანაირად ვუყური ამას. წესით ჩვენ გვაქვს ეს ნასაუბრები ალგებრაზის კონკრეტულად არ მახსოვს რომელი თავი იყო, მაგრამ ნუ იყო ესეთი სიტუაციები, რაღაც ვთქვათ ორი გვერდი A შეფარდებული B-სთან, თუ იყო 3 5-თან, პირობითად ვამბობ და რაღაც სხვა ვთქვათ C შეფარდებული D-სთან, თუნდაც აქაც იყოს 3 5-თან. და შემოგვაქვს შენ პროპორციულობის კოეფიციენტი თქვათ A 3x იყოს და B 5x. ხო ცხადია რომ C-ს და D-ს შეფარდება კი ისევ 3 და 5 ნაწილი 3 ნაწილია და 5 ნაწილი რაღაც ერთობლიობა 8 არის დაყოფილი და C-ს 3 ერქვა D-ს 5, მაგრამ ხომ ვიცით რომ სავალდებულო არ არის ერთი ნაწილის ზომა, რაც პირველ შემთხვევაში იყო x-ი იგივე იყოს აქაც. აქ შეიძლება ნაწილის ზომა, რა ნაწილად რო დავყავით რაღაც ერთობლიობას და C-ს უვუძეთ 3, სულ სხვა რაღაცა და აქ C იყოს 3y და D იყოს 5y. წესით ასეთი ამოცანები რომ მოდის, მსგავსად უნდა აღნიშნოთ. მაგრამ რატო ვთქვი აქ რომ D20 იქნებოდა AX, ანუ AO თუ არის AX-ი, D20 AX იქნებოდა. ზოგადად სავალდებულო არ არის, მაგრამ არ დაგვამწყდეს რომ ნახეთ პირობა რას გვეუბნება. ტოლის სიგრძის AB და CD მონაკვეთებია. ანუ AB და CD ერთმანეთის ტოლი. ანუ ფაქტობრივად რა გამოდის? ჩვენ A და B ნაწილად დავყავით როგორც AB მონაკვეთი, ისე დავყავით CD მონაკვეთი A პატარა B პატარა ნაწილად, ორივე თან ტოლებია, ესე იგი შესაბამისად ერთი და იგივე ნაწილებად რომ დაყოფ ორტოლ მონაკვეთს, ერთი ნაწილის ზოგადად ერთი და იგივე არ იქნება ორივე შემთხვევაში. ამიტომ AO-ს შემთხვევაში ეს ნაწილის ზომა თუ იყო x-ი, AB-ს შემთხვევაში, CD-ს შემთხვევაშიც იქნებოდა x-ი. ერთი ნაწილი აქაც იქნებოდა x-ი და აქაც ერთი ნაწილის ზომა იქნებოდა x-ი. შესაბამისად, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ და დავშვიდებით, რომ D20 იქნებოდა AX-ი და C20 იქნებოდა BX-ი. ანუ ტოლფერდა რა, ეს ერთხაზიანი, ეს ერთხაზიანი, ეს ორხაზიანი, ეს ორხაზიანი. ალბათ ინტუიციურად ამას ბევრი თქვენგანი მიხვდებოდა, მაგრამ აი სრულფასოვანი დასაბუთება ცოტა ისეთია, ხო? მწკენია დასამახსოვრებელი, არ იწკინება, ფლად ნათელი არ არის. მაგრამ ალბათ ბევრი მიხვდებოდით, რომ უკვე სამკუთხედები ტოლია ერთმანეთის, იგივენაირად, რომ შევაერთებდით ახლა ჩვენ A-ს C-სთან, ასე ეს და სამკუთხედი ერთმანეთის ტოლი იქნებოდა და AC თუ იყო 9, რა თქმა უნდა, BD-ც გამოვიდოდა ციფრის ტოლი. თუ მგონია რომ კარგი რაღაცას გავხსენეთ პროპორციებიდან, ხო? მოდი გავაგზავნოთ ახლა ჩვენ მეშვიდე ამოცანა გავაკეთოთ. 3-7. ტოლფერდა საკუთხედის ფერდი ვიცით, პერიმეტრი ვიცით. ნუ კარგი, ავიღეთ ტოლფერდა საკუთხედი, ფერდი თუ არის 2.3, რა თქმა უნდა, მეორე ფერდიც 2.3 იქნება.
ფუძეს დავაწეროთ რაღაცა ცვლადი, პერიმეტრი თუ ვიცით არის 7.1, ტოლობა შედგება 2.3 დამატებული 2.3 დამატებული a, ტოლი იქნება 7.1-ის, შესაბამისად ეს არის 4.6 და a ტოლი იქნება 7.1, გამოკლებული 4.6, ეს არის 2.4. ხო, ნუ ერთეულებსაც დაუკვირდეთ ხან ხდება აღრევა და საჭირო ჩვენი ყურადღების შესამოწმებლად ზოგიერთი სიდიდე დეციმეტრებშია, ზოგიერთი სანტიმეტრებში, მაგრამ ამ შემთხვევაში მსგავსი პრობლემა არ იყო. 3/7-ში უნდა მიგვეღო პასუხი 2.5-ია ქვევი 7.1 რო გამოვაკლოთ 4.6. იგივე არის 3/8, უბრალოდ ამ შემთხვევაში ახლა ჩვენ უძე ვიცოდით და ეს ფერდებს აღნიშნავდით, რაიმე თქვათ b არის და უკვე განტოლება b+, ის გავუტოლებთ 26, 2b იქნებოდა 18 ტოლი და b იქნებოდა შესაბამისად 9. 3/9-ში ტოლფერდა სამკუთხედის ფუძე ფერდზე ერთით ნაკლებია. ავიღებთ ტოლფერდა სამკუთხედს, ფუძე ავნიშნოთ, თქვათ x-ით, რადგანაც ფერდზე ერთით ნაკლებია, ფერდი იქნებოდა x + 1, რა აქვს მნიშვნელობა, რომელს აღნიშნავთ აქ x-ით. თავი ამერე კითხვას დავკვირდეთ და კითხვა იყო გვერდები პოეთ, ანუ ყველა ვარიანტში მაინც ყველა გვერდი უნდა დაგვეწერა, პერიმეტრი იყო 23 და თუ დავწერდით აქ x + 1 დამატებული x + 1 დამატებული x-ი არის 23. 3x-ი აქ 2 იქნებოდა, გადავიდოთ აქ ამოკლებით არის 21, x იქნებოდა 7. ანუ რა ვიმιλით? ფერდები არის 8, ხოლო ფუძე არის 7. 3/10. ტოლფერდა სამკუთხედის ფუძე ფერდის 3/4 ნაწილია. და ფუძე ვიზნით იყო 6 ტოლი. ხო? ანუ პერიმეტრი უნდა ვიპოვოთ. ფუძე 6/6-ია. და მეტი ფერდი იყოს x. და ნახეთ, ფუძე ფერდის 3/4 ნაწილი, ანუ გამოდის, რომ x-ის 3/4 ნაწილი იყო ფუძე, ანუ 6. შესაბამისად, ამას ავახსნით, გვეცება ფერდი გამოდიოდა 8, ხოლო პერიმეტრი იქნებოდა 8 დამატებული 8 და დამატებული 6. ანუ შესაბამისად 22. აგი გავაგრძელოთ მე-11. მე-11-ში რა სიტუაცია? ნახაზზე მოცემულია 4 ტოლგვერდა სამკუთხედი. ვიცით, რომ პატარა სამკუთხედის პერიმეტრი p პატარა არის 4. ხოლო დიდი სამკუთხედის პერიმეტრს. დიდი. აქ შეგიძლიათ სხვადასხვანაირად მოიქცეთ, შეგიძლიათ ლოგიკურად იმშელოთ, ნუ რაღაც ასათის ღერები წარმოიდგინოთ, თუ 3 ცალი ასათის ღერი. აი ჯამში არის, თქვათ 4, ეგ რამდენი ასათის ღერი გამოდის? 1, 2, 3, 4, 5, 6. რამდენი იქნება 6 ასათის ღერი და ანუ პასუხი მარტივად იქნებოდა 8. აქ უბრალოდ ბავშვები ერთ შეცდომას უშვებენ, უცებ ერევად ფართობის და მსგავსი დამოკიდება ჰქონიათ პერიმეტრებს შორისაც და ჰქონიათ, რომ შემადგენელი ფიგურების პერიმეტრების ჯამია დიდი ფიგურის პერიმეტრი. არა, ასე არ არის. არამედ თუ შემოიტანთ აღნიშვნას, მაგალითად, თუ ამას დააწერდით 100, ხო ცხადია, რომ ეს გვერდი იქნებოდა 2-ია, ესეც იქნებოდა 2-ია, ესეც იქნებოდა 2-ია. ანუ გამოდის, რომ დიდი პერიმეტრი იქნებოდა 6-ია, ხოლო პატარა პერიმეტრი არის 3-ია. და შესაბამისად 6-ია იქნებოდა 4/4. რაღაც როგორც კიდე პროპორციით და თქვა, იგი და აგალსაზღვრით და მერე ჩასვით 6-იაში
ანუ პასუხი იქნებოდა 8 სანტიმეტრი. მეთორმეტე ამოცანა. უხედა საკუთხედის პერიმეტრი არის 42. გვერდები ისე შეფარდება ერთმანეთს, როგორც 2, 2, 3. შესაბამისად, ანუ 2, 2, 3-თან შეფარდება თუ არის, ესე იგი ფერდები ყოფილა 2, 2, არა? ნუ მაინც ახლა აქ თვალი გაგირბის იმ მომენტისკენ, რომ ხო არ ირღვევა საკუთხედის უტოლობა და არა, არ ირღვევა. შესაბამისად, ამ ჯამს დავუტოლებდით შემდეგ 42-ს. და რამდენი გამოდის ეს 7x გამოდის, x გამოდის 6 და დათვლით გვერდები იქნებოდა 12, 12 და 18. ფერდი იპოვე, ხო? პასუხი აუცილებლად ეგ დავფიქსიროთ. იქნებოდა 12. ნახოთ მე-13 ამოცანაში რა ხდება. ეგ ზეპირად გავაკეთოთ ახლა საკუთხედის შიგაკუთხედის ჯამი ვიცით არის 180 და 3 და 50 თუ იქნებოდა 180 გამოვაკლებდით მათ ჯამს, ხო? იგივე იქნებოდა მეორეშიც, იგივე იქნებოდა მესამეშიც. 34. იპოვეთ საკუთხედის კუთხეები, თუ მათი გრადუსული ზომები ისე შეფარდება ერთმანეთს, როგორც ეგეც, თუ არის 2, 3, 4-თან შეფარდებით, რა თქმა უნდა, ერთ კუთხეს ჩავხდით 2x-ად, მეორე იქნებოდა 3x, მესამე 4x და რა თქმა უნდა, მათ ჯამს გავუტოლებდით 180 გრადუსს. დავთვლით, გამოთვლით, აქედან x გამოდის 20 და ეს კუთხეები იქნებოდა 2-ჯერ 20, 3-ჯერ 20 და 4-ჯერ 20. შესაბამისად 80 გრადუსი იქნება აქ. ახლა მეორე სამოცდა, მოდი პირდაპირ გადავიდეთ ახლა 3-15-ზე. საკუთხედის ორი კუთხე არის 70 და 45. თხოვენ იპოვოთ საკუთხედის გარე კუთხეები. აქაც შეგვიძლია ესეც გავუტოვოთ, მაგრამ უბრალოდ ერთ პატარა დეტალს შეგახსენებთ. გარე კუთხე არის საკუთხედის გვერდის გაგრძელებით მიღებული კუთხე და საკუთხედის ორი კუთხე ვიცით, ერთია 70, მეორეა 45 და გარე კუთხე რა იქნებოდა 70 კუთხესთან იქნებოდა 110 გრადუსი. რა იქნებოდა 45 გრადუსია კუთხესთან, აქ იქნებოდა 135 გრადუსი, ხო? მაგრამ რა იქნებოდა ახლა აი აქ შეგიძლიათ სხვადასხვა რაღაც გააკეთოთ. შეგიძლიათ გაიხსენოთ საკუთხედის გარე კუთხეების ჯამი, რომ 360 გრადუსია, ხო? თითო წვეროსთან, თითო დაღებული გარე კუთხეების ჯამი 360 გრადუსია და ისე გამოთვლით. აგერ 360 გამოვაკლებდი ამათ. მე პირადად მოვწონს აი ეს მომენტი, რომ საკუთხედის გარე კუთხე ტოლია მისი არამოსაზღვრე ორი შიგა კუთხის ჯამის, ანუ პირ დავწერდი, რომ 70 პლუს 45-ის ტოლია. წამოვწონს ეს მომენტი და მოწონს რა პრაქტიკული მოკლე წესი მგონია. კარგია თუ დავიმახსოვრებთ. შეგეძლოთ გამოგეთვალათ შიგა კუთხე მესამე და მერე გეპოვათ გარე კუთხე, ალბათ მარტივია და ბევრად შეგეძლოთ მარტივად გავკლავებოდით. ახლა ამას მოდი თვითონ ციკლის ნახაზზე გავაკეთებ 3-16-ს და ეს თუ 30-ია, ეგეც 30 იქნებოდა, ეგ 70 იქნებოდა და რა თქმა უნდა, x გამოვთვლიდი 180 გამოვაკლებდი 30-ისა და 70-ის ჯამს. ასე გავუკლავდებოდით, ალბათ ასე უკეთესი იქნებოდა. გამოვიდოდა 80 გრადუსი.
ბატონო, ხო, უბრალოდ ვამოწმებ ახლა მაინც ყველაფერი გვერი ვარ, ყველაფერი სწორად გავაკეთეთ. 3-17, ორი ბლაგვი კუთხე თუ შეიძლება ქონდეს სამკუთხედს, ეგეც ძველი ცოდნა, ну ძველი და მარტივი ცოდნა აქვს სწორად, რომ ნებისმიერ სამკუთხედში ორი მართი კუთხე, ან ორი ბლაგვი კუთხე ერთდროულად ვერ იქნება, იმიტომ რომ მაშინ შიგა კუთხეების ჯამი 180 გადააჭარბებს. ვერც ბლაგვი და მართი ვერ იქნებოდა, ამიტომ სამივე შემთხვევაში აქ პასუხი იქნებოდა არა. სამის 18-ში რა ხდება ახლა? სამკუთხედის ელემენტებიდან ბისექტრისა მედიანა სიმაღლე, რომელი ელემენტები ეკუთვნის ყოველთვის სამკუთხედს. ნუ იგულისხმება, ანუ სამკუთხედის გვერდებს შორის რომელი გაივლება და ერთადერთი ახლა სადაც საფრთხე არის რომ გაივლოს გარეთ, ეგ არის სიმაღლე, იმიტომ რომ სიმაღლის განმარტება რა არის? სიმაღლე წარმოადგენს ეს რა არის? სამკუთხედის წვეროდან მოპირდაპირე გვერდზე კი არა, არამედ მოპირდაპირე გვერდის შემცველ წრფეზე დაშვებულ მართობს, ხო? წვეროდან მოპირდაპირე გვერდის შემცველ წრფეზე დაშვებული მართობი. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ თავისუფლად შეიძლება, როდესაც თქვენ სამკუთხედში წვეროდან გვერდზე სიმაღლეს უშვებთ, ის გარეთ გაივლოს, ანუ არა თუ სამკუთხედის შიგა სივრცეში აღმოჩნდეს, არამედ უბრალოდ გარეთ გაივლება. და ის მოთხოვნა შესრულებული იქნება გვერდის შემცველ წრფეზე, კი იქნება დაშვებული. ბლაკუთხაში გარეთ გაივლება, მართკუთხა სამკუთხედში პატარა გზეთ, ანუ კათედზე დაშვებული სიმაღლე ემთხვევა თავად გვერდს. ანუ მაგრამ არ ვიცი ახლა ქვინვეს გონია, არ გონია, მაგრამ შეიძლება უცებ შეიქმნას ასეთი ილუზია, რომ ბლაკუთხაში და მართკუთხაში გვეგონოს, რომ ყველა სიმაღლე გარეთ გაივლება. არა, ამ სამკუთხედებშიც უდიდეს გვერდზე დაშვებული სიმაღლეები, აი აქ ბლაგვი კუთხის მოპირდაპირე გვერდზე დაშვებული სიმაღლე შიგნით აღმოჩნდება, აქაც ჰიპოტენუზაზე დაშვებული სიმაღლე შიგნით აღმოჩნდება. მეორე კითხვა, სამკუთხედის ელემენტებიდან რომელი შეიძლება დაემთხვეს სამკუთხედის გვერდს, ну, სიმაღლე შეიძლება დაემთხვეს. მივთითეთ სამკუთხედის სახე, რომელსაც ესთება, ну, მართკუთხა სამკუთხედი. ყოველს პრინციპში პირველივე ნაწილში გავაცით პასუხი. რა ხდება 319-ში? ჰიპოეტოფე და სამკუთხედის ფერდებს შორის კუთხე, თუ ფუძესთან მდებარე კუთხე არის 50-80. ну, აქ რა უნდა გავითვალისწინოთ? რომ ოფერდა სამკუთხედში ფუძესთან მდებარე კუთხეები ერთმანეთის ტოლია. შესაბამისად, ფუძესთან მდებარე ერთი კუთხე თუ 50, მეორეც იქნებოდა 50. 180-ს გამოვაკლებდით მათ ჯავს და შესაბამისად ფერდებით შექმნილი კუთხე იქნებოდა 80 გრადუსი იქნებოდა 180-ს გამოვაკლებოდა 100. აღარ გვინდა ამის მეორე ვარიანტის განხილვა, მოდი ნახოთ ახლა მე-20 ამოცანა რას გვიზადებს და რა ხდება აქ. ჰიპოეტოფე და სამკუთხედის ფუძესთან მდებარე კუთხე თუ ფერდებს შორის კუთხე არის 80. ну, აქაც პირველი გავაკეთოთ მხოლოდ, ანუ ტოლფერ და სამკუთხედში სამკუთხედის ტოლფერ და სამკუთხედის ფუძესთან მდებარე კუთხე უნდა ვიპოვოთ, ну, ეგ იყოს თქვათ x-ი, იმიტომ ტოლია და თუ 1x-ია, მეორეც x-ი იქნება, ფერდებს შორის მდებარე კუთხე არის 80 გრადუსი, ანუ რა იქნებოდა 2x + 80 გამოდის 180. შესაბამისად 2x არის 100 და x-ი გამოვიდოდა 50. ну, ფუძესთან მდებარე კუთხეები არის 50. 21. ну, ახლა
რა არის 21 ამოცანის ხიბლი, ახლა 4 კითხვაა, მაგრამ ამ 4 კითხვიდან ზოგიერთ ჩინებშიც არის პრინციპში მითითებული, რომ ორი შემთხვევა აქვს. მოდი ნახოთ აბა. თქვენ პირველი გავარჩიოთ და მეტი არც გვინდა რა დიაში. ესე იგი რა ხდება ახლა? ტოლფერ და სამკუთხედია მოცემული. კი ბატონო. კი მეუბნები არ ერთ-ერთი კუთხე 40-ია. ახლა რომელი კუთხეა 40? აქ პრინციპში თავიდან უნდა მიხვდე რომ ორი შემთხვევაა გასახელებული. ან ფუძესთან მდებარე კუთხეა 40 თუ ჭვეროსთან მდებარე კუთხე, ხო? იმიტომ რომ ფუძესთან მდებარე კუთხე თუა 40, 240 იქნება და ჭვეროსთან მდებარე კუთხე არ ვიცით და აქ პირიქით თუ ფერდების შემაერთებელ ჭვეროსთან მდებარე კუთხე 40-ია და ესენი არ ვიცით, ну, სავაგეოთ ესენი ტოლებია, ხო? ეს x და x იქნება და მარტივი და სანახია, რომ 180-ს გამოვაკლებდით 40, აი მეორე შემთხვევაში უნდა დავწეროთ პირდაპირ განტოლება 2x + 40 არის 180 და შესაბამისად x-ი გამოდის 70. და რაც შეეხება ახლა პირველ შემთხვევას, აქ ეს 180-ს გამოვაკლებოდა 40, 40, 80 და პირველი კუთხე იქნებოდა 100. აღარ მინდა მათი გაკეთებაც, ну, აქაც რა ვთქვათ, ერთი კუთხე თუ ორჯერ მეტია მეორეზე, შეიძლება ფუძესთან მდებარე კუთხე იყო x-ი, მეორეც x იქნებოდა, 2x იქნებოდა წეროსთან მდებარე კუთხე, ან პირიქით. ფუძესთან მდებარე კუთხე ყოფილიყო ორჯერ დიდი და 2x-ი, 2x-ი და წეროსთან მდებარე კუთხე იქნებოდა x-ის შესაბამისად, აქაც გავყავდებოდით, გახვიდოდით ფორს. აი თქვათ ახლა იგივე მეოთხე ამოცანაში ორი შემთხვევა ვერ იქნება, იმიტომ რომ ტოლფერ და სამკუთხედი კი ამოცემული, მაგრამ აქ რომ გვეუბნება რომ ერთ-ერთი კუთხე 175-ით მეტია მეორეზე, ანუ რომელი იქნებოდა ახლა შეიძლებოდა ვთქვათ პატარა კუთხე ყოფილიყო წეროსთან და ფუძესთან ყოფილიყო x + 175 და x + 175, ეგ შეუძლებელია, იმიტომ რომ თუ დაათვლით ახლა ამას ვიყოთ, უღარყოფითი კუთხეები გამოგივართ და უნდა ყოფილიყო პირიქით. ანუ წეროსთან მდებარე კუთხე უნდა ყოფილიყო 175-ით მეტი ფუძესთან მდებარე კუთხეებზე. ანუ ფუძესთან მდებარე კუთხეები თუ იქნებოდა 100, წეროსთან მდებარე კუთხე იქნებოდა x + 75, ну, დაკრებდით სამეს 3x + 175 გამოდიოდა 180, შესაბამისად 3x-ი გამოდიოდა 15 და x-ი გამოდიოდა 5 და ასეთი რამ თავისუფლად შეიძლება ფუძესთან მდებარე კუთხეები ყოფილიყვნენ 5-5 და წეროსთან მდებარე კუთხე იქნებოდა 170 გრადუსი. კარგი. ვიდეოდეთ აბა მომდენო აბა ნახოთ ახლა 322 რას გქონს. ხო, აი ცოტა გონია უკეთესი ამოცანა, ახლა ცოტა ისეთი უფრო ცოტა მისახვედრი, ცოტა დასაფიქრებელი. მოდი დიდი ნახაზი გადმოვიდეთ ახლა ჩვენთანაც ავაგოთ მსგავსი ნახაზი, შედარებით დიდი ფოკუს. ასე ავიღოთ. ეს ასე ტოლგვერდასაც რომ გავდეს, ვთქვათ. ასე ასეთი სიტუაცია. დავაწეროთ ასოები. A, B და C. და ვიცით რომ ABC სამკუთხედი ტოლგვერდაა, ხო? ეს არის ტოლია და არის ტოლია. აქეთ ასოები დავაწეროთ M, N, A და B. და ითხოვენ, აი ცოტა ისეთ უცნაურ რაღაცას ითხოვენ, ხო? ანუ ცალ-ცალკე კუთხეებს კი არ ითხოვენ. არა, 4 კუთხის ჯამს ითხოვენ. ასეთი სიტუაცია.
ეხლა ერთგვარი ვიზუალურად რაცა გამორჩევად რომ გავხალოთ, აი ცოტა გავაფერადებ ამ კუთხეებს. რკალებით კი არ გავაყოფ, აი ასე გავაფერადებ. ეს კუთხე უნდათ ასე ემიელი. აი ეს კუთხე ასე და აი ეს კუთხე. ავათი ჯამი უნდათ. ახლა ეს კუთხეები დაკავშირებული არიან აი ამასთან და ამასთან, ხო? მოდი დავაწეროთ რა. თქვათ, ეს იყოს ალფა კუთხე, ეს ბეტა. ეს ხო 60 გრადუსია, რადგან ტოლგვერდა. დაიკვირდით ახლა ერთ გარემოებას. ხედა თუ ბეტა, ანუ ესეც ხო ბეტა გავდის. და ცხადია, რომ აი ეგ არის გაშლილი კუთხე. ანუ 60 დამატებული ბეტა დამატებული ალფა, ეგ არის 180 გრადუსი და შესაბამისად ალფა პლუს ბეტა გამოდიოდა 120 გრადუსი. და ასე დააკვირდით სიტუაციას. აი რა შემიძლია თქვა მე M-ზე და N-ზე, რა შემიძლია თქვა K-ზე და P-ზე. აი იგივე ალფასთან და ბეტასთან კავშირში ეს ხო 180 მინუს ალფა არა? ეს ხო 180 მინუს ბეტა. ანუ გამოდის, რომ ეს არის 360 გამოკლებული ალფა პლუს ბეტა. და ფაქტობრივად აღნიშნული შემოტანა აქ მე ძალიან მიოლებს დანახვას. და ალფა პლუს ბეტა აგერ არ აღნიშნე რა არის ასოციე. შესაბამისად მათი სხვაობა იქნებოდა 240 გრადუსი. ну, არ არის, მგონია რომ ცოტა რთული ამოცანა არის ახლა ეგ, მაგრამ შეიძლება არ უნდა განებდეთ და მარტივად გამოვა რა. შეიძლება ცოტა სხვანაირადაც გაკეთებულიყო თქვა, ერთ სამკუთხედშიც დაგეწერათ კუთხეების ჯამი 180-როა, მეორე სამკუთხედშიც დაგეწერათ კუთხეების ჯამი 180-როა და მე ბუნებრივად მიხვდებოდით, რომ აი ეს კას და პეს რომ გთხოვენ, აი ეს კუთხეები, აი ეს კუთხე და ეს კუთხე რაც ამოვარდნილი აი ხო კუთხეცესთან და შეიძლებოდა ზუსტად მე შემოგეტანა მათემატიკურად აღნიშნა და ესე გემოქმედა. კარგი, გავაგრძელოთ ჩვენ საუბარი. დავუბრუნოთ ნარინჯისფერი და ჩვენ ვართ 23 ამოცანაზე. მოკლედ სამკუთხედში ფუძესთან მდებარე კუთხე არის 75 გრადუსი. მის ფერდზე დაშვებულია სიმაღლე. კარგი, მოდი ავაგოთ ახლა. ყველფერდა სამკუთხედი, ხო? 75 გრადუსი თუ ფუძესთან მდებარე კუთხე საკმაოდ მაღალკუთხა გამოდის, ხო? AC. ეგ არის 75 გრადუსი აქ, ეგეც არის 75 გრადუსი, უცხადია წელოსთან მდებარე კუთხე გამოდის 30 გრადუსი. მის ფერდზე დაშვებულია სიმაღლე. გავავლოთ სიმაღლე მის ფერდზე. ყოველთვის, როდესაც სიმაღლეს ვავლებთ, დავფიქრდეთ, ცხადად შიგნით გაივლება? ну ახლა ეს მოდი ცოტა გავუზდიავ სამკუთხედს არის ამის საშუალება და კი, მახვილკუთხა სამკუთხედი და მახვილკუთხაში სამივე სიმაღლე შიგნით გაივნება. იპოვეთ კუთხე, რომელსაც ეს სიმაღლე ადგენს ფუძესთან. ну აი ამ კუთხეს გვეკითხებოდნენ, ამ კუთხეს და შევნიშნოთ, აი საერთოდ რა კომპონენტს გთხოვენ, რა კუთხეს გთხოვენ, რა გვერდს გთხოვენ, აი მნიშვნელობა გულიანი არის ისი ძიება აიწყოთ იმ ფიგურიდან, სადაც ეს კუთხე თუ გვერდი მონაწილეობს, ხო, რომელი ფიგურის შენაშიც და შესაბამისად ახლა ჩვენი საძიებლი კუთხე, ანუ კუთხე
და ფუძესა და ამ გავლენის სიმაღლეს შორის თავისთავად აი ქვედა საკუთხედში უფრო კარგად იძიებოდა და ეს თუ 75 გრადუსია მართკუთხა საკუთხედში მახვილი კუთხეების ჭამი ხო გამოდის 90 გრადუსი მაშინ ეს პატარა კუთხე 15 გრადუსი არ იქნებოდა? დიახაც რომ იქნებოდა. მოდი გავაგრძელოთ ჩვენ 24-ია. ტოლფერდა სამკუთხედის ერთ-ერთი გარე კუთხე 30 გრადუსია, იპოვეთ სამკუთხედის კუთხეები. იმბატონო, მოდი ვნახოთ ახლა, ავიღოთ ტოლფერდა სამკუთხედი, ჩავთვალოთ და ერთ-ერთი გარე კუთხე არის 30, მაგრამ ახლა შენ აქ დილების წინაშე ხარ. ფერდთან მდებარე კუთხეა 30 გრადუსი, გარე კუთხე, აი, მაგრამ ეს თუ არის 30 გრადუსი, აქეთაც 30 გრადუსი გამოვა. ხო, ანუ ფუძესთან მდებარე გარე კუთხე თუ არის, ფუძის კუთხესთან 30 და გამოვა, რომ შიგთავსი ესეც 150 უნდა იყოს და ესეც 150 და რაც ნოსესი ფიზიკურად ვერ იქნება, არ შეიძლება ხო ორი კუთხე ბლაგვი იყოს. მაშინ რომელ კუთხეზე ყოფილა საუბარი? ფერდების შემაერთებელი წეროსთან მდებარე გარე კუთხეზე, ხო, აი ეგ შეიძლება ყოფილიყო 30, ეს იქნებოდა 150, თავისთავად დანარჩენი ორი კუთხის ჭამი 30 უნდა ყოფილიყო და 15 გამოვწოდა და ასე იქნებოდა რა. 24 ამოცანაში კუთხეები განაწილდებოდა აღნიშნულად 150 და 15 და 15. 25 ამოცანა. სამკუთხედის ერთ-ერთი შიგა კუთხე 30 გრადუსის ტოლია, ერთ-ერთი გარე კუთხე 40-ის. ახლა აქ არ გვეუბნებიან ტოლფერდა თუ რა არის, მოდი ასე ვთქვათ, ერთ-ერთი შიგა თქვათ ეს 30-ია, შესაბამისად მისი გარე კუთხე ვერ იქნებოდა 40, ხო? და აი, რომელიღაცა სხვა გარე კუთხე არის 40. იპოვეთ სამკუთხედის დანარჩენი შიგა კუთხე, თუ ძალიან მარტივად აქვს საქმე, ეს რა კუთხე იქნებოდა? ჩვენ ხო ვიცით სამკუთხედის შიგა კუთხეების, ორი შიგა კუთხის ჭამის ტოლია გარე კუთხე, ანუ ეგ ეგრევე იქნებოდა 10 გრადუსი, ხო? იმიტომ რომ 30-ის და ამის ჭამი უნდა ყოფილიყო 40. და ეს არის 140, იმიტომ რომ მოსაზღვრე არის 4-ის. ანუ კუთხეები იქნებოდა 10, 30 და 140. 26-ე. ამოცანა. გამოვიყენოთ თავად აქ ნახაზი რომ არის მოცემული, ან ამან დავხაზოთ. ცოტა დიდ ნახაზს ავიღებ, კეთ გამოჩდი. მოდი. და ბისექტრისაა გავლებული, ხო? ბისექტრისა ასე ტოლია დავაწეროთ ასოები A, C, B, D. CBD კუთხე, CDB კუთხე, CDB 115 გრადუსის ტოლია. კი ბატონო. BAC კუთხე 80 გრადუსია. აჰა. უნდა ვიპოვოთ კუთხე ACB. ACB. ხო, კუთხე ACB. რა შეგვიძლია ვთქვა? ეგრევე გასუპოვებთ, ახლა. რა თქმა უნდა 115-ის მოსაზღვრე კუთხეს, ხო? ამას იპოვეთ. ეგრე არის, ამოაკლებ და 65 გრადუსი გამოდის. მე აი ამ საკუთხედიდან იპოვიდი შიგა კუთხეების ჭამს, ხო? ანუ 180 გამოაკლებოდა 80 და 65, ანუ 145. 180 გამოაკლებოდა 80 და 65. ანუ 35 გამოვიდა. და შესაბამისად ეს თუ 35-ია, მეორე ნაწილიც 35 იქნება, ესეც ბისექტრისით მიღებული კუთხეებია 35 იქნება, ანუ ეგ იქნებოდა ორჯერ 35, ანუ 70 გრადუსი. კარგი, მოდი ვნახოთ რა უნდა 27-ეს.
ტოლგვერდა სამკუთხედის სიმაღლე 15-ია. აი, ტოლგვერდა შევართოთ აღნიშნული წერო ამასაც რომ გავცა. ამიტომ ტოლგვერდა საკუთხედი. და ვიცით რომ მისი სიმაღლე 15 სანტიმეტრია. ხა, სიმაღლეც გავაღვით. ტოლგვერდა სიმაღლე. აი ეს. იბოეთ სიმაღლების გადაკვეთის წერტილიდან გვერდებამდე მანძილი. ანუ უნდა გაგვევლო სიმაღლების გადაკვეთის წერტილიდან. ახლა ჩვენ არ ვიცით სამივე სიმაღლე ერთ წერტილში იკვეთება, არ იკვეთება. ну, ორი სიმაღლე კი გადაიკვეთებოდა, რა იქნებ მესამე სიმაღლე სადაც აქ იკვეთება, მაგრამ ნახეთ მეგობრებო, ისიც აქ გადაიკვეთებოდა და რა. ჩვენ სიმაღლეების არა, მაგრამ მედიანებზე ვიცით ინფორმირებული ვართ, ხო, რომ ერთ წერტილში გადაიკვეთებიან და გადაკვეთის წერტილით ორი ერთთან შეფარდებით იყოფიან. სიმაღლებზე მსგავსი ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ როგორი საკუთხედია მოცემული ტოლგვერდა და რა ხდება ტოლგვერდა საკუთხედში? ტოლგვერდა საკუთხედში ხომ სიმაღლე მედიანაც არის და ბისეტრისაც რომელ გვერდზეც არ უნდა დავშვა, ხო? ნუ ტოლგვერდა საკუთხედის თვისებაა. და ტოლგვერდა საკუთხედი ტოლფერდაცაა. სამივე გვერდი ფუძის როში გვევლინება. და შესაბამისად ფაქტობრივად ახლა შეგვიძლია კი სიმაღლებზე კი გვესაუბრება, მაგრამ თავისუფლად შეგვიძლია ესენი ჩავთვალოთ მედიანებად, ხო? და მედიანებზე ვიცით, რომ გადაკვეთის ერთ წერტილში იკვეთებიან, აი გადაკვეთის წერტილით იყოფიან ორი ერთთან შეფარდებით, ანუ ეს იქნებოდა ორი ნაწილი, ეს ერთი ნაწილი. თავისთავად სიმაღლეც იყო და ფაქტობრივად კვეთის წერტილიდან ფუძემდე დაშორება, გვერდამდე დაშორება სამივე შემთხვევაში იქნებოდა ერთი და იგივე, ხო, იმიტომ ტოლგვერდა სამკუთხედი რომ არის, ცხადია სიმაღლებით ყველაფერი ერთნაირი აქვს, ხო? ნუ სიმაღლებით ტოლები იქნება თითოეული სწოროდან გავლებული. ანუ 3x-ი გამოდიოდა 15-ის, ტოლი x იქნებოდა 5 და ზუსტად 5-ის ტოლი იყო ის, რასაც გვეკითხებოდნენ გადაკვეთის წერტილიდან გვერდამდე მანძილიც. კარგი. 28 ამოცანი. გადავამოწოთ მაინც 27-ში კი ბატონო. 5. 28 ამოცანი. 28 რას ითხოვს? ABC სამკუთხედში AM და CK მედიანებია, O კი მათი გადაკვეთის წერტილია, იპოვეთ AOC სამკუთხედის პერიმეტრი. ჰაჰა. ნუ აღნიშნულ ალბათ იგივე თვისების გამოყენებასთან მოიქნება საქმე. ავაწეროთ ასოები A, B, C გავალოთ AM მედიანა ასე CK მედიანა ასე მედიანები არიან. AC ვიცით არის 10 ტოლი, კი ბატონო. OM აჰა, ხო, ეს დავაწეროთ ასოები, ეს AM მედიანა იყო და CK მედიანა. O არის გადაკვეთის წერტილი. OM არის 3 ტოლი. ეს 3 ტოლია. კაცი არის 10.5 ტოლი. ეს 10. კაცი მთლიანად არის 10.5 ტოლი. მოდი ცალკე ვიტყვი, ხო, კაცი არის 10.5. ახლა რა შეგვიძლია უცებ თქვათ აქ? რადგანაც ესენი მედიანებია, OM და AO ორი ერთთან შეფარდება, ხო, ეს 6 ხო იქნებოდა, AO ხო ორი ნაწილია, OM 3. ანალოგიურად კაცეც ხო იყოფა 3 ნაწილად, ხო, ეს იყოფა KO-თ და მოცეთ, ნუ
ორ ნაწილად იყოფა, მაგრამ ეს ნაწილები ორი ერთად შეფარდებით და 20 არის ორი ნაწილი, კავო არის სამი ნაწილი. ანუ 10.5 რომ დავყოთ 3-ად, ესაა 3.5 და ესე იგი კავო ერთი ნაწილი იქნება 3.5 და 20 ორი ნაწილი იქნება 7. აი, ასე არის. 20 სამკუთხედის პერიმეტრს ითხოვე, ხო? აი, ამ სამკუთხედის პერიმეტრი უნდა და აბრეშუმი სამკუთხედის პერიმეტრი რა გამოდის? 6 დამატებული 7 დამატებული 10. ანუ 23 არის ეგ. კარგი, მოდი 39-ს და ეს იყოს ამ ჩანაწერის ბოლო ამოცანა. მე გავაგრძელოთ 39. მართკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხე 45 სტოლია, ხო? მართკუთხა სამკუთხედში. ავიღოთ მართკუთხა სამკუთხედი და მახვილი კუთხე თუ არის 45 სტოლი, ესე იგი ტოლფერდა მართკუთხა სამკუთხედი არა. ანუ ერთი კუთხე თუ 45 გრადუსი, ცხადია, მეორე კუთხეც იქნება 45 გრადუსი. იპოვეთ ჰიპოტენუზა, თუ ჰიპოტენუზას და მასზე დაშვეული სიმაღლის ჯამი 13 სანტიმეტრია. ნუ ესა სიმაღლე ჰიპოტენუზა მთლიანად იყოს c, ანუ h + c არის ვიცით 18. თუ ახლა რას უნდა ვუყურებდეთ? რადგანაც მახვილი კუთხე 45 გრადუსი იყო, მეორე მახვილი კუთხეც 45-ია მართკუთხა სამკუთხედში და ეგრევე ტოლფერდა. და როგორც კი ტოლფერდა სამკუთხედი გაჯაჯანდება, აი ტოლფერდა სამკუთხედზე ორი მთავარი თვისება უნდა გახსენებოდეს ეგრევე, რომ ფუძესთან მდებარე კუთხეები ტოლია და ფუძეზე დაშვებული სიმაღლე, რომ მედიანაცაა, ბისექტრიაც არ აქვს მნიშვნელობა, რომელს დავუშვებ, დანარჩენი ორივე თვისების მატარებელი რომ არის და ახლა აქ ცოტა ისე სხვადასხვა ხატია და ხაზი ხო ფუძით არა გვაქვს დადებული და ჩვენ რო ვიყურებდეს ასე, მაგრამ რა მნიშვნელობა გაშკარად ხო ფუძეზე სიმაღლეა დაშვებული და ის ხო მედიანაც იქნებოდა. ის ხო ბისექტრისაც იქნებოდა. მაგრამ ნუ ბისექტრისაც თავი დავადებოთ ახლა მედიანა მართკუთხა სამკუთხედის ერთ-ერთი ესეთი მართკუთხა სამკუთხედზე ძალიან ბევრ კარგ თვისებას ვისწავლით, მაგრამ ეს ამ თვისებების პიონერები ვინ იყვნენ, რა იყვნენ? ესენი არის, რომ 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირ კათეტი არის ეს კათეტი ჰიპოტენუზის ნახევარი და მეორე თვისება ჰიპოტენუზაზე დაშვებული მედიანის თვისება, ეს აი თავიდანვე ვამტკიცებ და მე მუდმივად მივხვდება, რომ ჰიპოტენუზაზე დაშვებული მედიანა ჰიპოტენუზის ნახევრის ტოლია. ეგ არის ძალიან მაგარი მუხა. ანუ გამოდის, რომ ეს h იგივე მედიანა და c მასზე ორჯერ დიდია. იმიტომ ჰიპოტენუზის ნახევარია. c იქნებოდა 2h. ან h-ს დავარქვევდით c ნახევარს რა, კიდე მასზე ვკართ რა. ეს არის c ნახევარი. და შესაბამისად მათი ჯამი გამოდის 3c მეორედი, ეგ არის 18 და c აქედან მარტივად 18 ეკვეცება 3-თან, იქნება 6 და c იქნებოდა 12. ანუ ჰიპოტენუზა არის 12. ეგ იქნებოდა პასუხი. ეგ ძალიან კარგი ისეთი ტახსახსრული ამოცანა გამოვიდა. პრინციპში რა ვქნათ, იცი კითხვი ბოლო იყოს, მაგრამ მოდი ესეც გავაკეთოთ ბარი 30 და იმიტომ რომ ესეც უკვე ფაქტობრივად აღნიშნეთ ეს თვისება, აი მახვილი კუთხე 60 გრადუსი, ახლა 30 არავინ ახსენებს, მაგრამ ახლა იმდენი ხედვა უნდა გქონდეს, რომ მართკუთხა სამკუთხედში 60 გრადუსიან კუთხეს რომ ახსენებენ, თავისთავად მეორე მახვილი კუთხე 30 გრადუსიანია. და ახლა კიდევ ერთი საინტერესო თვისება გვჭირდება ნებისმიერ სამკუთხედში კუთხის და გვერდის მაკავშირებელი თვისება, რომ დიდი გვერდის წინ, დიდი კუთხეზე, მცირე გვერდის წინ, მცირე კუთხეა და შებრუნებულიც არის თეორემა, რომ მცირე კუთხის წინ მცირე გვერდია და შესაბამისად 30 გრადუსიანი კუთხის წინ იქნებოდა უმცირესი კათეტი და მცირე კათეტი ვიცოდით იყო 10. და ჩვენ ხო ვიცით 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათეტი ჰიპოტენუზის ნახევარია, ანუ მაშინ c იქნებოდა 20 სტოლი.
აჰა, პასუხი იქნებოდა 20. 30.000-ში. კარგი, მოდი, დროებით დავშორდეთ ერთმანეთს და 31 ამოცანის განხილვით დავბრუნდებით ჩვენ აქ.